ამ წუთებში ბორჯომის სადგურის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე დასაქმებული პირები, რომლებიც მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, თბილისის მერიასთან არიან შეკრებილები და დახმარებას ითხოვენ. ამ წუთებში მერიაში შესულია შეპესე ბაქანისა და ასევე დაზარალებულთა რამდენიმე წარმომადგენელი, მათი განმარტებით შეხვედრაზე დააყენებენ რამდენიმე საკითხს, მათ შორის გამოძიებაში დახმარების, შეძლების დაგვარად მიღებული ზიანის ანაზღაურებისა და ალტერნატიული ფართის გამოყოფის საკითხებს. მანამდე კი დილით ხმაური იყო თვითონ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები სასაწყობე ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, რათა ხანძარს გადარჩენილი ნივთები გამოეტანათ, თუმცა ამ საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოყვა. მოვაჭრების ნაწილმა რკინის კორდონის გარღვევა და ტერიტორიაზე შესვლა შეძლო. ბაზრობაზე დასაქმებულების განცხადებით ეჭვი აქვთ, რომ ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონელი მოიპარეს. ზარალის ანაზღაურება, რომ ვინც არის დამნაშავეა თუ რაც არის თუ ისა გავარკვიოთ მერიამ ჩვენი ძალების რო არა გვაქვს ჩვენი საშუალება მერიამ დაგვეხმაროს გაარკვიოს ჩვენ ვინც დაგვაზარალა და გვინაზღაუროთ ვინც იქნება დამნაშავე იმათმა